საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია საქართველოს პარლამენტის შემდეგი მოწვევა განსხვავებული პროპორციით დაკომპლექტებული სიითი და მაჟორიტარი დეპუტატებით იქნება შემდგარი. მოქმედ შემადგენლობას რა შედეგი ექნება ამას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ჯამში მანდატის ამოწურვის შემდეგ სრულფასოვნად დავითვლით. თუმცა იქამდე არსებული პროცესიც ვერ და არ დაგვრჩება უყურადღება და განსაკუთრებულ ყურადღებას ეგრეთ წოდებული დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები ვყრობენ, რომელთა დაჩქარებულობასაც ყველას განსხვავებული მიზეზი აქვს. წამოს საუბრობდით კიდეც ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე ცვლილებებზე, რომელიც პრინციპში დაჩქარებული წესით აღარ განიხილება, მაგრამ რა განაპირობებს ამ სტატუსის ცვლილებას? ეკატერინე ციმაკურიძე, დემოკრატიის ინდექსის საქართველოს ხელმძღვანელი გვერდება საქმიანობას ეთერში, რას აჩვენებს პარლამენტის პრაქტიკა ამ დროის განმავლობაში? მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმები ანა, მივესალმები მაყურებელს. კანონპროექტების დაჩქარებული წესით მიღება, ვინც არ იცის, მათთვის ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი წელია პრობლემა არის საქართველოში. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დაახლოებით ნახევარი კანონპროექტებისა ზუსტად ამ ფორმით განიხილებოდა. დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვა ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, უარყოფით მხარეს შეიცავს, იმიტომ რომ ძალიან მცირდება მსჯელობა, კრიტიკული ანალიზი, ექსპერტები არ არიან სათანადოდ ჩართული და საკმარისი შეფასებები არ კეთდება, ასევე დაინტერესებულ პირებს შეიძლება ვერ მიეცეთ შესაძლებლობა. ჩვენ ვსაუბრობთ აქ იმაზე, რომ ერთ კვირაში შეიძლება იყოს სამივე მოსმენით კანონპროექტი მიღებული და ამის კონკრეტული მაგალითებიც არსებობს პრაქტიკაში. ეხლა რო შევხედოთ წინა წლებთან შედარებით, როდესაც ძალიან სერიოზული პრობლემა იყო დაჩქარებული წესით კანონპროექტების მიღება, საუბარი არის 200-ზე მეტი კანონპროექტის ამ ფორმით მიღებაზე, რაც არის დაახლოებით ნახევარი მთლიანად განსახილველი კანონპროექტებისა საშუალოდან, ასე ვთქვათ, წლის განმავლობაში და ეხლაც, როდესაც საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგი პერიოდი ავიღეთ, ასე ვთქვათ, ათვლისწილად, როდესაც პარლამენტმა რეალურად გააქტიურდა და დაიწყო მუშაობა, ზუსტად იგივე სურათი დავინახეთ, იმიტომ რომ 25 ამ პერიოდისთვის ინიცირებული კანონპროექტიდან და თითქმის ნახევარი 12 დაჩქარებული წესით არის ინიცირებული. რიგ შემთხვევებში, ანუ 4 პრინციპში მხოლოდ 4 შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ დაჩქარებულ წესს ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი და გასაგები იყო, რატომაც დაჩქარდა. დანარჩენ შემთხვევებში ეს არის მაღალი რიცხვი, როდესაც აბსოლუტურად გაუგებარი არის, რატომ შეიძლება იყოს ასეთ ფორსირებულ რეჟიმში კანონპროექტის განხილვა აუცილებელი. ეს ქმნის პრინციპში ძალიან ხელსაყრელ გარემოს იმისთვის, რომ მოხდეს გაუმჭვირვალე ლობირება. ეს შეიძლება იყოს პრობლემა დაჩქარებული პროცესით კანონპროექტების განხილვის და ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ არ გვაქვს ამის ნაკლებობა პარლამენტში, რომ დეპუტატები მხოლოდ საკუთარი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე გამოთქვამენ ხოლმე აზრებს, აფიქსირებენ პოზიციებს კანონპროექტებთან დაკავშირებით და გააქტიურდებიან ხოლმე სწორედ მაშინ, როდესაც მათი ბიზნესისთვის საინტერესო კანონპროექტები განიხილება. ამისთვის ქმნის ეს დაჩქარებული პროცედურა ძალიან ხელსაყრელ სიტუაციას და ასევე ეს არ არის კარგი მმართველობის მაგალითი, ხო? თუმცა საჭიროება არის მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში შეიძლება ძალიან კონკრეტული რაღაც დაზიანდეს, ხო? აი მაგალითისთვის რო ვთქვა, დასაბუთებული იყო ჩემთვის შემთხვევა, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის და ავტორიზაციის ვადები გადის და საჭირო არის ხელახლა მათი შემოწმება. მაგრამ ვერ ხერხდება ამ ეტაპზე, იქ არის კანონპროექტით იყო ჩამოთვლილი ძალიან ბევრი მიზეზი, გასაგებია და არგუმენტირებულია, რომ მაგალითად უცხოელი ექსპერტების ჩართვა ვერ მოხერხდებოდა აკრედიტაციის პროცესში და ასე შემდეგ. ეს შემთხვევა გასაგებია, იმიტომ რომ ზიანს აყენებს უნივერსიტეტს თვითონ, რომელსაც შეიძლება შეეზღუდოს საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება, თუ კი ის დროულად ვერ გაივლის აკრედიტაციას, ასევე სტუდენტებს აყენებს სერიოზულ ზიანს იმ თვალსაზრისით, რომ ისინი სახელმწიფო გრანტს ვერ მოიპოვებენ სწავლისთვის, მაგრამ ძალიან ბევრ სხვა შემთხვევაში სახელდება ხოლმე ისეთი მიზეზები, რომელიც ყველა კანონპროექტისთვის, რომელიც შეიძლება ინიცირებული იყოს პარლამენტში, იქნებოდა ადვილად მოსარგები, ხო და ზოგადად ხდება ხოლმე მითითება მაგალითად имаზე, რომ მნიშვნელოვანია კანონპროექტი, სასწრაფოდ არის საჭირო რაღაცა რეგულაცია. ამ პრობლემებს და ამ სუბიექტურობას რეალურად კონკრეტული კრიტერიუმების გაწერა კიდევ უფრო მკაფიო, რომელიც ჩარჩოს დააწესებდა, აი მყის
ნებისმიერი მოქმედებისათვის რა შეიძლება იყოს გადაუდებელი. დიახ, აი როცა ვთქვი, რომ ბევრი წლის განმავლობაში იყო პრობლემა დაჩქარებული წესის კანონპროექტების განხილვის, მაშინ რეგლამენტმა გარკვეული ცვლილებებიც განიცადა საზოგადოების მოთხოვნითა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნითაც მათ შორის და ეს კარგი იყო და დაკონკრეტდა ის, რომ ინიციატორმა კანონპროექტის იქნება ეს პარლამენტის წევრი თუ მთავრობა უნდა განმარტოს, რატომ სჭირდება, რატომ არის აუცილებელი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. განმარტებით ბარათში ეს აისახება, თუმცა რაც არ მუშაობს, ეს არის ბიუროს მხრიდან კონტროლი, იმიტომ რომ ბიურო იღებს გადაწყვეტილებას დაჩქარებულად იქნას თუ არა კონკრეტული კანონპროექტი განხილული და ბიურო აბსოლუტურად არავითარ დასაბუთებას არ იძლევა იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტს ხოლმე რომ დაჩქარებული წესით იყოს განხილული კანონპროექტი. აი ეს მექანიზმი პრაქტიკაში უნდა ამუშავდეს ძალიან კარგად იმისთვის რომ და სხვათა შორის ამ შემთხვევაშიც არ გვაქვს ჩვენ მაგალითი, როდესაც ბიურომ უარი თქვა მაგალითად დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვაზე მიუხედავად იმისა რომ ინიციატორი ითხოვდა. ხო, ესეც კარგი ნიშანია იმისა რომ მხოლოდ ფორმალურად ზედაპირულად ხდება, მას ვთქვათ, შაბლონურად ხდება დათანხმება ბიუროს მხრიდან დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვაზე. ის მაგალითიც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ახსენე ანა სამედიცინო დაწესებულებებზე კონტროლის გამკაცრების გამარტივების უпростоრედ სამინისტროსთვის ხდება უფრო ადვილი დაუშვათ შემოწმების ჩატარება, ეს იყო ინიციატივა, თუმცა და მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულებებზე ეფექტური კონტროლის განხორციელება, მაგრამ აქ ორივე მხრიდან პრობლემა იყო. ერთი მხრივ მართალია, როდესაც სექტორი ამბობს, რომ ასეთი დაჩქარებული წესით არ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღება, მეორე მხრივ სამინისტროს უნდა მოეხდინა სწორად, ასე ვთქვათ, კანონპროექტის ინიციირება, იმიტომ რომ კონტროლი მნიშვნელოვანია, მაგრამ არის კონტროლი და არის დემოკრატიული კონტროლი. ხო, ის რასაც ახლა სამინისტრო გთავაზობს, ასე ვთქვათ, სამედიცინო დაწესებულებების კონტროლის სახით, ეს არის ჩვეულებრივი კონტროლი, რომელსაც არ აქვს დემოკრატიული პროცედურა და არ ითვალისწინებს სასამართლოს მხრიდან, ასე ვთქვათ, გარკვეული კონტროლის განხორციელება. მინისტრის პასუხიც იყო სრულიად გულწრფელი, მე მგონი რას გულისხმობდა იმ სრულებში, რომ არ იყოს კომუნიკაცია სექტორთან, იმიტომ რომ მისი შეფასებით სწორედ მათ საკონტროლებლად არის და ამიტომ კომუნიკაციას არ საჭიროებს ყოველ შემთხვევაში. ეს კომუნიკაცია ყოველთვის საჭიროა, არც ერთ ამ შემთხვევაში, რაც დავასახელე 12 კანონპროექტიდან, რომელიც ახლა განიხილება დაჩქარებული წესით, მინდა გითხრათ, რომ კონსულტაციები არ არის გავლილი განმარტებით ბარათებში, არსად არ არის მითითებული, რომ უпростоრედ მითითებულია, რომ არ არის კონსულტაციები გავლილი. ეს არის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა. ნებისმიერ შემთხვევაში კონსულტაციები უნდა იყოს გავლილი, დაჩქარებული პროცედურის შემთხვევაშიც კი, მაგრამ გასაგებია ის მიზეზი, რომ კონტროლმა არ უნდა დაკარგოს თავისი ეფექტი და აუცილებელია, რომ სამედიცინო დაწესებულებების კონტროლი წინასწარი გაფრთხილების გარეშე განხორციელოს, მაგრამ ამისთვის არსებობს გამოსავალი სასამართლოს წინასწარი ნებართვის სახით მაგალითად ან შეიძლება რაღაცა სხვა. ნახოთ, რამდენად გაიზიარებენ მათ შორის ამ თემასთან დაკავშირებით შენიშვნებს, რომელიც საკომიტეტო მოსმენებისას არის მნიშვნელოვანი და ეს არ არის ის პროექტი, რომელიც დაჩქარებული წესით უნდა იქნას განხილული. იყო შემთხვევები, რომ როდესაც დეპუტატები პირდაპირ ითხოვდნენ კონკრეტულ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომ არ მომხდარიყო დაჩქარებული წესით განხილვა, მაგრამ ეს არ გაითვალისწინა პარლამენტმა, მოკლედ ამ მხრივ ნამდვილად არის დასახვეწი პრაქტიკები განსხვავებულია ხოლმე, თუმცა ფაქტია, რომ სისტემა მოსაწესრიგებელი არის. მადლობა ნიკა, საინტერესო მიმოხილვისთვის. ეკატერინე ციმაკურიძე, დემოკრატიის ინდექსი საქართველოს ხელმძღვანელი საუბრობდა საქმე ინდილას ეთერში.